ვისალმებით მოცემულ ვიდეოში ვნახავთ როგორ დავარედაქტიროთ პროდუქტი, კერძი. გადავიდეთ რესტორნის ვიზუალურ ნაწილში. არჩეულია ქართული ენა. როგორც ხედავთ, გვაქვს ორი კატეგორია, ბურგერი და სალათი, თითო პროდუქტით. ხედავთ, რომ აქ დასახელება გვაქვს გადასათარგმნი. გადავიდეთ ინგლისურ ნაწილში და ინგლისურში გვაქვს დასახელება დასამატებელი. თუ წინა ვიდეოებს გაეცანით, ნახავდით, რომ მოცემული კერძი იყო დამატებული ქართული ენიდან და როგორც ვიცით, როცა ვამატებთ არა ინგლისური ენიდან, დასახელება არ გადადის სხვა ენებზე. ხოლო მოცემული სალათი ცეზარი იყო დამატებული ინგლისური ენიდან, შესაბამისად, რამდენი ენაც არ უნდა იყოს, ელემენტი შეიქმნება ყველა ენაზე ინგლისური დასახელებით, რაც გაგვიმარტივებს შემდგომში სხვა ენებზე რედაქტირებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენი ენაც არ უნდა იყოს დამატებული, როცა ვცვლით ფასს ყველა ენაზე ავტომატურად გადადის და არ გვიწევს ყველა ენაზე ფასის ფოტოს ცვლილება სათითაოდ. ანუ ერთ ენაზე თუ შეიცვლება ფოტოც ფასიც, ყველა ენაზე ავტომატურად იცვლება. ასევე მუშაობს კერძის დამალვის ფუნქციაც, როცა ერთ ენაზე მალავთ, ყველა ენაზე კერძი იქნება ხელმიუწვდომელი. მოდით შევცვალოთ ქართულში მოცემული კერძის დასახელება. ამისათვის გადავიდეთ ჩვენ რესტორნის პანელში, მენიუს კატეგორია ავირჩიოთ სასურველი ენა. შევიდეთ სურათზე დაკლიკებით მოცემულ კერძში, წავშალოთ დასახელება. დავაჭიროთ შენახოს. როგორც ხედავთ, დასახელება შეიცვალა, ნახოთ ვიზუალური ნაწილიც. როგორც ხედავთ, ქართული ენა არის, კერძის დასახელება არის შეცვლილი. გადავიდეთ მეორე ენაზე. ეხლა დავამატოთ ინგლისურში დასახელება. ავირჩიოთ ინგლისური ენა. შევიდეთ ისევ სურათზე დაკლიკვით. და დავამატოთ დასახელება. დავაჭიროთ შენახოს. ჩვენი კერძის დასახელებაც დაემატა. მოდით ცეზარ სალათს დავუმატოთ აღწერა. და განვიხილოთ პროდუქტის მენეჯმენტის ნაწილი. პირველი, როგორც თქვით, არის პროდუქტის დასახელება, მეორე გახლავთ კატეგორია, მოცემული კერძისთვის მითითებულია კატეგორია სალათი, თუ ცვლილება მოგვინდება, შეგვიძლია აქედან შევცვალოთ კატეგორია და პროდუქტი გადავა აღნიშნულ კატეგორიაში. აქ შეგვიძლია დავამატოთ აღწერა. პროდუქტის ფასის ცვლილება შეგვიძლია ამ ველიდან. თუ გვინდა ფასდაკლების გამოჩენა და პროდუქტზე გვაქვს ფასდაკლება, შეგვიძლია აქ შევიყვანოთ ძველი ფასი. მოცემული ველი ეკუთვნის დერიგეს და მომსახურებების პროცენტს, ამას შემდგომ ვიდეოში განვიხილავთ. აქედან შეგვიძლია ფოტოსურათის დამატება. აღნიშნული ფუნქცია ეხება პროდუქტის დამალვას, იმ შემთხვევაში თუ გვინდა კერძის დროებით ამოღება, შეგვიძლია მარტივად ერთი ღილაკის დაჭერით კერძი დავმალოთ. თუმცა ახლა ჩავხდით.
დავუმატოთ. დავადასტუროთ ჩვენი ცვლილებები, გადავიდეთ. როგორც ხედავთ, აღწერა დაემატა, ფასი შეიცვალა. ნახოთ ვიზუალური ნაწილი. როგორც ხედავთ, აღწერა დაემატა, გაჩნდა მანიშნებელი, რომ არის ფასდაკლებული ეს კერძი და ძველი ფასი არის გადახაზული და ჩანს ახალი ფასი. იგივენაირად, როგორც ხედავთ, ფასი ყველა ენაზე შეიცვალა ავტომატურად და მანიშნებელიც ავტომატურად ყველა ენაზე გადადის. ნახოთ თუ როგორ მუშაობს პროდუქტის ხელმისაწვდომობის ფუნქცია, დავთიშოთ. დავბრუნდეთ მენიუში. როგორც ხედავთ, გამოგვიჩნდა მანიშნებელი, რომ კერძი მიუწვდომელია და სალათების კატეგორიიდან მოცემული პროდუქტი დაიმალა, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში. მადლობა ყურადღებისთვის.